2025 წლის 13 დეკემბერი პროექტი მეგობრობა გზად და ხიდად წარმატებულ ნაბიჯად ჩაითვალა. ამ დღეს საქართველოს დელეგაცია თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის ბექა ოდიშარიას, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების ბექა დავითულიანისა და თინათინ ნიბლოშვილის, საკრებულოს კომისიის წევრი გურამ ნიკოლაიშვილის შემადგენლობით მორიგ შეხვედრას მართავს. პროექტის ინიციატორისა და მთავარი მასპინძლის ორჰანგაზის კავკასიური ასოციაციის პრეზიდენტის ირფან შაჰინ ბერიძის, ყოფილი პრეზიდენტის ადემ თურან შავაძისა და ამავე ასოციაციის პიარ მენეჯერის მანანა გაბრიჭიძის ორგანიზებით თურქეთში მოგზაურობა გრძელდება. ბატონო ემრე არის ჩვენი ჯგუფის მოცეკვავი, პირველი მოცეკვავი. პატარა იყო, მოსწავლე. ცეკვები ანსამბლის მოცეკვავი და პატარა იყო ცეკვები. ახლა გაიზარდა, ოჯახი გაიჩინა და ასეთი მართალი გაიჩინა. ცეკვები მაგარი ქართული ოჯახი და დედმამა ყავს. ლექტარი ეს მიხარია და ასეთი არცილები რო მაგარი არცილები კეთებია. მაგრამ მინდა რომ თქვენთვინაც მშვენებია და ან ეს საქმე ისეთ რომ თქვენ ენერგიას შეძლებიან ისეთ რომ ნაგავის მანქნებსა თქვენ ისეთ რომ შაფული ის რო არის ჭავჭავაძე ის მანქნასაკენ მაგრამ ისე რომ ავტომატიკურად ამჯერად ერთდროს ანსამბლ ოქროს სოლისტ ემრე კარატასი უკვე ბიზნესში ჩაბმული და წარმატებული კომპანიის ხელმძღვანელად მოგვევლინა. კომპანია, სადაც სტუმრად შევიდნენ დელეგაციის წევრები, ახლოდა ნახეს მანქანების ჩამონათვალი, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში იგზავნება და ქალაქებს, სოფლებსა თუ რაიონებს სუფთა გარემოს უქმნის. გაცნობითი ხასიათის მქონე მიღებული შედეგით დელეგაციის წევრები კმაყოფილნი დარჩნენ. ტრადიციულად კაბინეტში ბატონმა ემრემ დელეგაციის წევრები ჩაიზე მიიწვია. დეტალურად განიხილეს კომპანია ემონთან საქმიანობა და თანამშრომლობის პირობაც დაიდო. დელეგაციის მოგზაურობა გრძელდება და ამჯერად გზადმიმავლებმა შესვენება გადაწყვეტეს და ერთ-ერთ ისტორიულ მუზეუმსაც ესტუმრნენ. შესვენების შემდეგ კმაყოფილი სტუმარ მასპინძელი ზეთისხელის კომპანიას ეწვივნენ, სადაც დეტალურად ისაუბრეს კომპანიის დამფუძნებელთა და ქართველი ბიჭიშვილი და თავად იხილეს ის სამუშაო პროცესები, რომლებიც ქარხანაში მიმდინარეობს. კერძოდ როგორ იბარებენ ზეთისხელის მარცვლეულს, როგორ რეცხავენ, წურავენ და თქვენ წარმოიდგინეთ იქვე მომზადებული პროდუქციის დაგემოვნებაც მოახერხეს.
ეს ახლა ერთ ადამიანთან მომყარია და ახლა იყავდა რა წაიღო და ის ამაჩნია აქ რა ხდება? აქ ირეცხება.
წამოსვლისას თბილი ემოციებით დატვირთულნი ზეთისხილის პროდუქციით დასაჩურქდნენ. Yandan çekiyor bir taraftan. Simalar çeksin. Çektin mi abi şey? დღის დასასრულს მიუხედავად იმისა, რომ უამრავ ასოციაციებში სტუმრობა მოასწრეს დელეგაციის წევრებმა, ბოლოს ფოლკლორის ცენტრში სტუმრობით დაასრულეს მოგზაურობა, სადაც კავკასიური ცეცხლოვანი ცეკვები დიდი პატივისცემით სრულდება თურქეთელი ქართველი მოცეკვავეების მიერ. სანამ დელეგაციის წევრები გრძელ მაგიდასთან თათბირობდნენ, ბატონი ბექაოდიშარია გულმოდგინედ ტოვებდა სამახსოვრო ჩანაწერს, რომელიც დასრულების შემდეგ ხმამაღლა წაიკითხა და თურქეთელ ქართველებს მადლობა გადაუხადა. პროექტი მეგობრობა გზად დახიდად პიარ მენეჯერის მანანა გაბრიჭიძის დამსახურებით წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა ვინც მაჩვენს პროექტებს თვალსადევნებს, ფიქრობ ამაში გასაკვირი არაფერია. დაელოდეთ 2026 წლის ახალ გეგმებს, შეხვედრებით მიღებული შედეგების მასალებს და წარმატება ვუსურვოთ ყველა ქართულ საქმეს, რომელსაც უცხო მიწაზე თურქეთელი ქართველების დიდი ძალისხმევით საუკეთესო შედეგები მოაქვს. ჩვენს მოძმე თურქეთში ნამდვილი ქართული საქმის გულიანად კეთებისათვის თქვენაირი ადამიანები არიან იმედი იმისა, რომ საქართველო არ გადაშენდება, ქართველები კი არ დაივიწყებენ სამშობლოს. ჩვენი გუნდი ამაყია თქვენით ამიერში. თქვენი წინაპრების სულები კი ხარობენ ზეციურ საქართველოში. იმედი მაქვს და რწმენა იმის, რომ მალე ტრადიციულად ქართულად ვიზეიმებთ ერთად ყოფნას გაერთიანებულ საქართველოში. სიყვარული და საუკეთესო სურვილებით ბექაოდიშარია. გადაცემის კადრ სინქრონზე მუშაობდა ინკოგნიტო სტუდენტური ჯგუფის წევრი თინათინ გურაშვილი. ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტო შენ გეავდება. მოდი, აიხდინე ოცნება და გახდი ჟურნალისტი. საინტერესო ლექციები, სტუმრები, გასვლით და ადგილობრივი შეკრება. აუწყე ფეხი ცხოვრების რიტმს და იმოგზაურე ჩვენთან ერთად. დაგვიკავშირდით ნომერზე 57050000094. გვიყურეთ და დაგვიმახსოვრეთ www.incognito.tv.gr. ტელევიზიის დამაარსებელი და ხელმძღვანელი მანანა გაბრიჭიძე. ჩაწერა. სალი, მოდი ერთ რამეს გითხრათ რა. შეეცადე მარიამის ტექსტები ყოველთვის არის. ისინი თვითონობით არ არის რადიოსა თუ ტელევიზიაში შეგვიძლია ვნახოთ. აბა, როგორც მოგიწევს წელს ახალში, დაახლოებით 22 წელს წინამდე ვაყავს. და ძალიან დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს და შენ აუცილებლად მიაღწევ შენს დასახულს, ასე მეტყვი შენ გაგ ის რაც არ აქვს სხვას და რა მეთქი ბატონო მოგზაურობა მაშინ მკითხა და მითხრა შენ გაგ წესრიგი
შენ იცი ზუსტად რა არის მერე უნდა გააკეთო და შენთვის მნიშვნელოვანი არის შედეგი. როდესაც შედეგზე ხარ ორიენტირებული, აუცილებლად მიიღებ იმას, რაც შეგვიძლია.